ადამიანები, რომლებიც იცახიან ხოლმე, რომ აი რა დავუშავე, ცუდი არაფერი გამიკეთებია არავისთვის და ჯადო გამიკეთა, ცუდი გამიკეთა, ბოროტია ჩემთვის, ვიღაცის თვალი მცემს. ნუ გასაგებია თქვენ შეიძლება გაგიკეთონ ნეკრომაგია, სხვადასხვა ჯადო, თქვენს ოჯახს ვინმე არ მოსწონდეს, ან თქვენს მეუღლეს საყვარელი ჰყავდეს, თქვენს მამას, ნუ ერთი სიტყვით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ თქვენ გავიწყდებათ ძალიან მთავარი რამ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთნაირი რაოდენობით ხაზს ვუსვავ, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ქვია მანიაკები. მანიაკები არის ისეთი კატეგორია, რომელიც ძირითადად არის ყველაზე კულტურული, ზრდილობიანი და აი ჩვენ თუ სიტუაცია შეიძლება ან ვინმეს ვეჩხუბოთ, ან მეზობელს, ან რაღაც, ან კონფლიქტი მოგვივიდეს სადმე, არა. ეს ადამიანები არასოდეს წყობილებიდან არ გამოვლენ. ეს ადამიანები არიან იმაზე მიმართული, რომ მოიპოვონ სხვათა ნდობა და ნდობაში როდესაც შევლენ, გაანადგურონ ეს ადამიანები, მოკლან, აწამონ, დაჩეხონ და 1000 ცუდი რამე გააკეთონ და თქვენ ეს იცით, ყველგან ხდება ამერიკაშიც, საქართველოშიც და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მანიაკი ძალიან ბევრია. თქვენ შეიძლება საერთოდ არ იცოდეთ, მაგრამ ესეთმა მანიაკმა, გინდა ქალმა, გინდა კაცმა, შეიძლება გაგიკეთოთ, აი ეს ევროპაში არის ძალიან ხშირად და ამერიკაში ეხლა ამ წუთას არის ისე ხშირად, გაგიკეთოს ვუდუს თოჯინა და 1000 უბედურება გააკეთოს ზედ. აი ესე უბრალოდ არც იცნობ, არც შენი არავინ არ არის, მაგრამ შეიძლება 5 ქუჩის იქით ცხოვრობდე და ადამიანი შეგხვდეს და არ მოეწონოს. არ მოეწონოთ თქვენ. ეს ხდება საქართველოშიც და ნებისმიერ ადგილზე. უბრალოდ თქვენ ამას არ აკვირდებით. ავადმყოფ ადამიანებს, ანუ მანიაკებს იცით თქვენ, რომ აქვთ სხვადასხვა მოლანდებები. და თითოეული სხვადასხვა რამეს ემსახურება, ზოგი სატანას, ზოგს გონია რომ ღმერთი აწვდის ინფორმაციას, რომ ვიღაცა უნდა გაანადგუროს. მოკლედ, ესეთ რაღაცებს ადამიანები არ უკვირდებიან. ადამიანები გართულები არიან სოციქსელში რა დადონ, ვინ რა თქვა, ვინ რა იჭორავა, ვინ რა გააკეთა, ხო? რა თქმა უნდა, ყველა არა. მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიას ადამიანები არ უკვირდებიან. არ უკვირდებიან მათ, რა თქმა უნდა, ქცევებს და რაც იწვევს გატაცებებს, ცუდ შედეგებს და ასე შემდეგ. რაც ძალიან ხშირია უცხო ადამიანებისაგან არის ჯადო. ვისგანაც ვერასოდეს ვერ წარმოიდგენ, შეიძლება ის იყოს შემკვეთი.